თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. მოგესალმებით, მე ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარი გახლავთ კარიერული და პიროვნული განვითარების მრჩეველი ბატონი ალექსანდრე სუარიძე. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის თემა იქნება პრობლემა როგორც შესაძლებლობა, თუ როგორ ვაქციოთ სირთულეები ჩვენი ზრდის გზად. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია ესეთი შესაძლებლობა, რომელმეცა მით უმეტეს ჩვენს ძალიან ძვირფასთან ლამაზ რეგიონში. ალექსანდრე, სანამ ისე უშუალოდ ჩვენი თემატიკის განხილვას დავიწყებ, მინდა შესავალში გავაკეთო, რომ დღეს 21 საუკუნეში საკმაოდ ბევრ სირთულეებს ვაწყდებით ადამიანები და ხშირად ის ადამიანური სისუსტეები გვაიძულებს, რომ რაღაცებს დავნებდეთ და არ მოვახდინოთ გარკვეული გამოწვევების სწორად შეფასება. აქედან გამომდინარე, ეს თემატიკაც ალბათ საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელებისთვის, რომ უფრო უკეთ მოვახდინოთ პრობლემების აღმოჩენა, იდენტიფიცირება, მისი შეფასება და შემდგომში უკვე სწორი ნაბიჯების დაგება. ამიტომ გკითხავდი პირველ კითხვას იმას, თუ პრობლემა, როგორც შესაძლებლობა, ეს არის მხოლოდ რაღაცა ოპტიმისტური ხედვა, თუ გარკვეულ ღრმა ფილოსოფიურ დატვირთვას და ასევე პრაქტიკულ მიდგომებს მოიცავს. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო და კარგი კითხვა. მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ოპტიმისტური ხედვა ფიქრობ არ არის, რადგან ამ მიდგომას, ამ გადაწყვეტილებას, ესე ვთქვათ, მე ამას დავარქმევ, ეს არ არის უბრალო რაღაც ფიქრი, ეს არის გადაწყვეტილება. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და ვირჩევთ, რომ პრობლემა სწორედ ტკივილიდან გადავიდეს შესაძლებლობაში. ეს თქვენი არჩევანია, პრობლემას მივიღებთ როგორც ტკივილს, თუ პრობლემას მივიღებთ როგორც მაფრთხილებელ, ესე ვთქვათ, ინდიკატორს, თუ რაში გვჭირდება მეტი ყურადღების დახარჯვა, მეტი მობილიზება, მეტი ესე ვთქვათ, რაღაც კუთხით კონცენტრაცია და ვფიქრობ, რომ აი სწორედ ჩვენი მაფრთხილებელი სასიგნალო ეფექტი უკვე თუ გააჩნია პრობლემის გაჩენის მომენტშივე ამ მოვლენას, ეს არის უკვე ის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ პრობლემასთან ურთიერთობას ვიწყებთ, არა როგორც ტკივილით, არამედ როგორც შესაძლებლობის საწყის. ანუ ეს მარტო პოზიტიური, ანუ ოპტიმისტური ხედვა არ არის, ეს გარკვეულწილად ფილოსოფიურ დატვირთვასაც არის. დიახ, და ოპტიმისტურად შეიძლება შევხედოთ ყველაფერს, მაგრამ პრობლემასთან ურთიერთობაში თუნდაც შესაძლებლობის დანახვა შეუძლია არა დაუშვათ პესიმისტურად მოაზროვნე ადამიანსაც. ნებისმიერი ემოციური მდგომარეობაში მყოფ დაუშვათ ადამიანს თუ იმ მომენტში ესე ვთქვათ რას გძნობს ადამიანის შესაძლებელია დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა აღარ მიეცეს, რადგან ადამიანის მზაობა იქნება მიმართული პრობლემასთან კომუნიკაციაში, როგორც შესაძლებლობის დანახვის და აღმოჩენის, ესე ვთქვათ, მზაობასთან. და უკვე აღარ უყურებთ, აღარ გვაშინებს და რაღაცა არ ვიწყებთ ჩაკეტვას საკუთარ თავთან და შიშს, რომ ვაიმე ეს პრობლემა მე რაღაცა დიდ სირთულეებს მომიტანს. ცხოვრებაში გქონიათ თუ არა ესეთი ძლიერი გამოწვევა პრობლემა, რამაც აი ამ აზროვნებამდე მიგიყვანათ? ეს კონცეფცია ალბათ მარტო ესა ფრაზები არ არსებობდა ბუნებაში, ხო? პრაქტიკულადაც თქვენს თავზე რაღაცას გამოცდით. დიახ, რა თქმა უნდა, ჩემი საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ესე ვთქვათ, დღევანდელი ცნობიერება, აზროვნება, ჩემი განათლება და ცოდნა მაინც ყველაფერს ვაფასებ უყურებ და ვამბობ, რომ არის პრაქტიკული ცოდნიდან გამომდინარე. მე მომიწია დიახ ზუსტად ესეთი გადალახვა ამ ეტაპების და მე ვიძახი და ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, რომ ისე მივხვდარიყავით და ისე მივხვდეთ, რომ არ მოგვიწიოს ესე მტკივნეულად რაღაცის გამოცდა, მაგრამ
ფიქრობ რომ რომც მოგვიწიოს არა უშავს, როგორც მე ვფიქრობ რომ მადლობა პირიქით, მომიწია და მივხვდი, გავიარე და ვისწავლე და სხვათა შორის გაჩნდა თუ არა ესეთი დიდი პრობლემა და ის გრძნობა რომ მე ვაიმე გამოსავალი აღარ ჩანს და თითქოს იმედიც ქრება, მაშინვე რაღაცა ახალი ძიებისკენ მიდრეკილება სწორედ ამ უიმედობის ჟამს გაჩნდა და რო არა ესეთი დიდი პრობლემა შეიძლება ამ ცნობიერების ცვლილებამდე ვერც მივსულიყავი. ასე რომ დიახ, სამწუხაროდ გეთანხმებით რომ მომხდარა არაერთი. ალექსანდრე, ხშირად, როდესაც ადამიანი პრობლემის წინაშე დგას და მის გარშემო მხოლოდ ნეგატივი ტრიალებს, აი ამ მომენტში თითქოს რთულია შესაძლებლობა ამოიცნოს. ან ძალიან ძლიერი უნდა იყო ადამიანი, რომ შეძლო, რომ ყოველ გამოწვევაში, ყოველ პრობლემაში უფრო პოზიტიური კუთხით შეხედო და სირთულების გადალახვაზე იმუშაო. იმ ადამიანებს, ვისაც პირობითად ჯერ ან გამოცდილება არ ქონია, ან უბრალოდ იმ ეტაპამდე არ მისულა, რომ ეს გამოწვევა თუ პრობლემა შესაძლებლობა დაინახონ, რა არის პირველი ნაბიჯი აი ამ ტრანსფორმაციის დაწყების წინ? დიახ, რა თქმა უნდა, ეს მარტივი, ესე ვთქვათ, იოლი საკითხი არ არის, რომ გინდა თუ არა პრობლემა გაჩნდება თუ არა აუცილებლად შესაძლებლობად ყველას შეუძლია ეს დაინახოს, ძალიან მარტივია და ავდგეთ და უთხრათ, რომ ესე გააკეთეთ და ხვალიდან პრობლემები აღარ იარსებებს. ეს სამწუხაროდ ესე არ ხდება და რა თქმა უნდა, რთულია და მესმის იმ ადამიანების, ვისი მდგომარეობაც დღეს განსხვავებულია ვიდრე ჩემი ან ისეთი ადამიანების, ვისაც პრობლემებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ესეთ დროს ჩვენ საკმარისია რომ გავიაზროთ, რომ ინტერპრეტირება უფრო მეტია, ვიდრე ის მოვლენა, რომ რაღაცა ყველაფერი ცუდად არის. ანუ ჩვენ გონებაში პრობლემის მნიშვნელობა ჩვენივე, ესე ვთქვათ, შეიძლება ჩვენ და დამოუკიდებლად, მაგრამ ან შეიძლება ნებით უფრო მასშტაბური და დიდი ხდება, ვიდრე რეალურად არის. ალბათ გინახავთ ისეთი ადამიანი, რომელიც გამოვა გარეთ პირობითად და დაინახავს, რომ მოღრუბლულია და გაწვიმდა. და всё, მისთვის ის დღე უკვე ყველაფერი ცუდთან ასოცირდება. მე როცა მომინდა გარეთ სეირნობა, მაშინ გაწვიმდა, მე როცა ასე ვთქვათ, რაღაცას გეგმავდა სადღაც წასვლას, ახლა ეს წვიმა, ყველაფერი ჩამეშალა, რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას, რა საშინელებაა და შეიძლება მართლა სასწრაფოებამდე მიიყვანოს თავი იმ ისეთი მოვლენის გამო, რომელი მოვლენა შესაძლებელია რამდენიმე საათში, ყოველ დღეს ან თუნდაც ძალიან მალე, საათის ზარდაჭი და შეიცვალოს. შესაბამისად, წვიმა არის მოვლენა, რომელსაც შეგვიძლია მიუდგეთ თუნდაც ნეიტრალურად თუ პოზიტიურად არა და არ გაგვიხარდება წვიმაში სირბილი, მაგრამ ნეგატიური მიდგომა ვფიქრობ ყველაზე მავნებელი და დამაზარალებელია. ამიტომ ეს უკვე ჩვენი დამოკიდებულებებია და ჩვენი გადაწყვეტილებები, რომ გაწვიმდა და ჩვენთვის ყველაფერი დღეს ცუდად არის. რეალურად ესე არ არის და ყველასთვის გაწვიმდა და დაუშვათ რატომ არის მაშინ ადამიანი, რომელსაც წვიმა რო წამოვიდა, მაშინ გაუბრწყინდა თვალები. ამიტომ ჩვენ უნდა გავარჩიოთ თუ რა მოვლენა არის რეალურად და ამ მოვლენას ჩვენთვის რა სარგებელი შეიძლება, ესე ვთქვათ, მოჰქონდეს. თუნდაც პრობლემა თუ თვლიდეთ. მაგალითად, თვლი რომ პიკნიკზე ვერ წავედი. ძალიან მარტივი ესე ვთქვათ, მაგალითად რო ავიღოთ, გეგმავდი პიკნიკზე გასვლას, მაგრამ გაწვიმდა და ვერ წავედი. ახლა მეორე მხრიდან რამე შესაძლებელია ამას დადებითი, ასე ვთქვათ, მოეტანოს. შეიძლება ვთქვათ, რომ სცენარებს, რომელსაც ესე ვთქვათ, სიცხე ავნებდა, აი მათთვის ისევ ჩემივე სცენარებს, რომელიც ეზოში მაქვს, ან ადამიანებს, ვისაც ძალიან ჭირდებოდათ, ესე ვთქვათ, წვიმის ამოსვლა სხვადასხვა მიზეზების გამო გვალვის, მოსავლის თუ ასე შემდეგ, მათთვის ძალიან დადებითი მოვლენა. და უშუალოდ ჩემთვის შესაძლოა დასვენებასთან ასოცირდებოდეს და თქვა, რომ აი აღარ წავედი და დავისვენე. წიგნი წავიკითხე უკვე განათლებასთანაც. შესაძლებლობები გამეხსნა მე, გასაგებია პიკნიკი ვერ დავგეგმე, მაგრამ ახალი, ესე ვთქვათ, გეგმები დავსახე, რომელმაც შეიძლება განათლება, ასე ვთქვათ, ცოდნა
პირობითად დავრეკო ახლობლებთან, როცა არ მეცალა პიკნიკზე ყოფნის დროს ვერ დავრეკავდი. მოვიკითხო ესეთი ადამიანები, ან გადადებული საქმეები გავაკეთო, დავამუშავო დოკუმენტები, ან ისეთი საქმე, რომელიც მე რთულებოდა და ამისთვის რო არ მქონდა და შესაბამისად მე რა თუ ერთი რამე გადაიდო, შესაძლებელია მეორეს დაგეგმა ისევ სასარგებლოდ. და მე ვიტყვით რომ უი, კიდევ კაი გაწვიმთ. თორემ მე ამ საქმეებს ასე ვთქვათ ვერ მოვაგვარებდი. აი მე ჩვენ თავს ხომ მაინც კმაყოფილი ვუყურებთ, რომ კი წვიმამ გვაიძულა სახში დავრჩენილიყავით, მაგრამ დავრჩით და პოზიტიურად გამოვიყენეთ, ანუ სასარგებლოდ, რაციონალურად გამოვიყენეთ დრო და მივიღეთ ძალიან კარგი შედეგით. არა და შეგეძლო რომ ბალიშის ქვეშ გვეჩხუბა, გვეტირა, გვეყვირა რომ რატო გაწვიმდა, რომელიც ჩვენზეც საერთოდ არ არის დამოკიდებული გაწვიმდებოდა თუ მზე გამოვიდოდ. ალექსანდრე, თქვენ ეს განიხილეთ უფრო პიროვნული კუთხით და თავში ვახსენეთ, რომ ხართ ასევე კარიერული განვითარების მრჩეველიც. აი დასაქმების კუთხით რა შევხედოთ იმ გამოწვევებს, რაც არის. და რაც უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ვარ თუნდაც სამსახურის მეძიებლები. ამ დროს როგორ უნდა მოახდინოს ადამიანმა ამ პრობლემის თუ გამოწვევის გაანალიზება და პოზიტიურად შეხედოს. კი, ძალიან რთული მომენტია ეგეც, იმიტომ რომ უმეტესი სამსახური ეძებს გამოცდილ კადრს და ასე ვთქვათ პერსონალს, უმეტესი ადამიანი კიდე ეძებს კარგ პირობებს სამუშაოს და კარგი პირობები გამოცდილ კადრს ესე ვთქვათ პასუხობს და როცა ახალად იწყებ, კარგი პირობებით და კარგი ესე ვთქვათ სამსახური ყველა კრიტერიუმით ცოტა რთულად საშონელია ხოლმე. მე ზოგი ბედს აბრალებს, ზოგი რა ვიცი, ბევრი ესე ვთქვათ რაღაცას მოიშველიებენ ხოლმე, რის გამოც შეიძლება თავის თავს ესე ვთქვათ გავუგონ რომ აი რა უქნა, სხვა გზა არ არის, ამით უნდა დავიწყო. მაგრამ მე ვთვლი რომ თუ მიხვალ სამსახურში, სადაც, ბიზნეს დაწესებულებაში, ან ნებისმიერ ესე ვთქვათ სამუშაო ადგილზე. და შენი გეუბნებიან რომ შენ არ ხარ საკმარისად კომპეტენტური ამა თუ იმ საკითხში და შენ ვერ იმუშავებ აქ. ჩვენ პირველი მიდგომით შეგვიძლია რომ აუ ეს არის პრობლემა. აზრი არ აქვს პირობითად, აუ მართალია მე ვერ დავსაქმდები ამ სპეციალობით. მოვიწყინოთ და მოვძებნოთ სხვა სპეციალობა, რომელიც ესე ვთქვათ არ მოითხოვს ამა თუ იმ ცოდნას თუ კომპეტენციას. მე ამაში ვერ დაგეთანხმებით და ვერ დავეთანხმები ადამიანებს, ვინც ესე ფიქრობს. რადგან ეს კი გარკვეული სახის სირთულეა და პრობლემად იქცა, რადგან ვერ დავსაქმდით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მანიშნებელია თუ რა გვაქვს სასწავლი. თუ ჭირდება დავუშვათ კონკრეტულ სპეციალობას, სამუშაო ადგილს გარკვეული სახის ხარისხი, ესე იგი უკვე მე მესიჯი მივიღე, თუ რა ხარისხზე უნდა ვიფიქრო რომ ავიღო. მე რა როგორ უნდა ავიღო, სად შეიძლება მის მოპოვება და ასე შემდეგ, ძალიან მარტივია დღეს ესე ვთქვათ ინფორმაციის მოძიება, ნახვა და მიკვლევა. დავუშვათ თუ რაღაცა უნარებზე იყოს საუბარი, რომ ჭირდება გარკვეული სახის უნარები, რომელსაც თქვენ დავუშვათ ვერ ფლობთ გარკვეული სახის ტესტირების შემდგომ, უკვე ეგეც მესიჯია და მოწოდებული ინფორმაცია რაზე უნდა ვიმუშაო. ანუ გამოდის რომ თითოეული ბარიერი და შექმნილი პრობლემა არის ჩვენი მანიშნებელი, ასე ვთქვათ, საყურადღებო წერტილი, რაზე უნდა იმუშაოს ადამიანმა და რა არის დღეს პრიორიტეტი. თუ გინდა ამ ადგილზე მუშაობა, აუცილებელია ამ სტანდარტის აღება, ამის სწავლა და ძალიან მარტივად უკვე ხვდები ჯერ რაზე გაქვს სამუშაო რომ აქამდე მოხვით. თუნდაც შესაძლებელია მე ცოტა სხვა განხრით იმუშაო დროებით, დიდი მიზნების გამო. და საკუთარი მიზანი და ხედვა და ესეც სწრაფვა არ უნდა დაივიწყო არც ერთ შემთხვევაში. ბევრჯერ ვახსენე პრობლემა გამოწვევა. ალბათ პოზიტიური აზროვნების დროს რომელი უფრო სწორი ტერმინი იქნებოდა. ანუ რეალურად დღესდღეობით ხშირად პრობლემას არქმევენ გამოწვევას იმისთვის, რომ რაღაცნაირად კიდე უფრო მეტად პოზიტიურისკენ წავიდეს ადამიანის ქმედებაც. მე ვფიქრობ, რომ
პრობლემის, ესე ვთქვათ, სიტყვა პრობლემის მიღება უკვე რაღაც დიდ სირთულესთან და გადაულახავ რაღაც ჩვენ და რაღაც გაუგებარ მოვლენასთან გვაქვს საქმე და პრობლემის სიტყვა პრობლემისაც უკვე გვეშინია. გამოწვევა დრო შევცვალოთ, უფრო კარგი გამოდის. იგივე მოვლენა, არაფერი არ იცვლება და პრობლემა და ალბათ უფრო პესიმისტური მიდგომით შეიძლება აუ ამ პრობლემაში ვარ რა. ან უფრო პოზიტიურად შევხედოთ, მოვლენა იგივეა, აუ ამ გამოწვევის წინაშე დგავარ და უნდა გადავლახო. გამოწვევას ვახსენებთ თუ არა, თითქოს ჩვენი თავის გამოცდის და რაღაც მე შემიძლიამდე მივდივარ, მაინც შინაგანად რომ მე გამოწვევის წინაშე დგავარ და მაინც გადალახვასთან ასოცირდება, ალბათ ბევრი ადამიანისთვის და მათ შორის ჩემთვისაც. ამიტომ პრობლემა უკვე არის ის მდგომარეობა, თითქოს რომ გაჩერებულები ვართ, მიღებული გვაქვს ეს მოვლენა, რომ ჩვენთვის არის ზიანის მომტანი და არაფერი აღარ იცვლება და აღარ მოქმედებთ. თუ ჩვენ პრობლემას შევატრიალებთ და ვიტყვით, რომ ეს არის ეტაპი, ცხოვრების ეტაპი, გარკვეული სახის გამოწვევებით. დღეს რაღაცაში ვარ სუსტი და ზუსტად იმ დარგში გამიპრობლემდა რაღაც, ანუ იმ დარგში მივიღე გამოწვევები. გადავლახე, გავუმჯობესდი, გავიზარდე, გავაგრძელე წარმატებისკენ სვლა. ხვალ სხვა უფრო ესე ვთქვათ, სხვა მიმართულებების გამოწვევებს შევეჩეხებით და ესე ვაგრძელებთ განვითარებისკენ სწრაფას. მთავარია არ გავჩერდეთ. ადამიანები ვართ ძალიან ემოციურები. და განსაკუთრებით მაშინ გვიპყრობს ეს ემოციები, როდესაც რაიმე გამოწვევას ვაწყდებით. მოდი ამის შემდგომ სიტყვა გამოწვევას გამოვიყენებ პრობლემის ნაცვლად, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ უფრო მეტად პოზიტიურ ასპექტში განვიხილოთ გამოწვევები, რომელიც ადამიანმა შესაძლებლობად უნდა აქციოს. და პირველი გვიპყრობს ესეთ დროს შიში, შფოთვა, იმედგაცრუება, გაბრაზება, მრისხანება, ანუ ყოველივე ეს ერთიანად ნეგატივი მოდის ჩვენს შეგრძნებებში. როგორ არ უნდა ჩავიძიროთ ესეთ ნეგატივში და შევინარჩუნოთ თუნდაც კონსტრუქციული აზროვნება ამ დროს. რთულია მართო ემოციები, ყველა ძლიერი არის. რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ზუსტად მაგ ემოციებით ესე ვთქვათ, შეიძლება პრობლემა რაც იყოს რეალურად ესე ვთქვათ მოვლენა რაღაც სირთულეებით დახუნძლული, ჩვენი ემოციებით ერთიორად გავზარდოთ ეს სირთულეები ისევ ჩვენი თავისთვის და არა მარტო ჩვენი თავისთვის. ამიტომ ემოციებს აქ არაფერი არის საქმება, ბოდიში უნდა უთხრათ, ცოტა ხანი დაგვაცადოს და ესე ვთქვათ, ვიფიქროთ უფრო ლოგიკურად და ესე ვთქვათ, სხვა მხრივ დავფიქრდეთ, რომ ეს მოვლენა უფრო ინფორმაციული მხრივ რო შევხედოთ ამ მოვლენას და ეს მოვლენა რას გვეკითხება, რას გვეუბნება, რა ინფორმაცია მოაქვს და თითქოს ვიწყებთ შეფასებას. გასაგები ემოციას ავყევით, ნერვიულობთ, აუ რატომ მომიხდა ეს, რაღაცა ესე ვთქვათ, გააქვს ამის განცდა, რომ აუ რა ცუდია ესე მდგომარეობაში რომ ჩავარდე, აუ რა ცუდი რა ვქნა ახლა და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც კი ამ შფოთვას ესე ვთქვათ, მოურჩებით, ეს ის მომენტი იქნება, რომ გაგვახსენდება, რომ ამ პრობლემას, ამ მოვლენას ესე ვთქვათ, დავაკვირდით. რა ინფორმაციის მატარებელია ესათვის გამოწვევა. თუ ამ ყველაფერს შევაფასებთ ლოგიკურად ინფორმაციად ვღებულობთ და არა რაღაცა ჩვენს ნაკრად. რომ ეს რომ მომიხდა მე ვარ ძალიან ცუდი, ან თვით შეფასებაზე გავდივარ თავდაჯერებულება დაბლა იწევს, ანუ მე ეს პრობლემა თითქოს არ უნდა მქონოდა გწვენია მე დაუშვათ ახლობლებთან ამის აღიარების დახმარების თხოვნის და უარეს ვამატებთ ისეც არსებულ სირთულეს. მე ვფიქრობ, რომ საკმარისია ინფორმაციულად მიუდგეთ, საკმარისია დავაკვირდეთ პოზიტიური მხრივ, რომ რამის კარგის მომტანი ხო არ არის ეს, რაღაცე მაფიქრებს და რა მესიჯი აქვს, როგორც წელან აღნიშნე, შესაძლებელია ჩვენ სისუსტეების მაფრთხილებელი ხაზგამსმელი, ესე ვთქვათ, კარგი მრჩეველი იყოს ჩვენი ამჟამინდელი სირთულე და ყველაზე მთავარი მოქმედება. ბოლოს არის მოქმედება. თუ ჩვენ არ დავიწყეთ სულ მცირედი პატარა ნაბიჯითაც ამ
გამოწვევასთან კომუნიკაცია, მიღება, გადამუშავება, ოპტიმალური ესე ვთქვათ, ნაბიჯების შემუშავება რა არის ამ კუთხით ყველაზე მისაღები. ფიქრობ არაფერი შეიძლება დავრჩებით და მართლა პრობლემის ქვეშ მოვექცევით და უკვე ჩვენ კი არა თვითონ პრობლემაც კი ავტომატურად ბუნებრივად გაიზრდება და სამწუხარო შედეგებამდე შეიძლება მივიდეს. მე ვფიქრობ ცირე ნაბიჯი, მაგალითად შეფასება, მაგალითად დაკვირვება, მაგალითად იმის გააზრება, რომ ეს ჩემი დამხმარია, უკვე აჩენს მოტივაციას მოქმედებისას. მცირე, ესე ვთქვათ, კარგი სტიმულია, რომ წამოვიდეს ბუნებრივად იმის იდეა, რომ რა ვიმოქმედო ახლა. როგორც კი ამაზე დავფიქრდებით, ხვდებით, რომ მოდი ეს გამოწვევა მაქვს დღეს ემოციებს კი არა უკვე ვჭელობ, მე ვფიქრობ და აღარ რჩება იმის რომ ემოციებმა შემეპყროს და შფოთვა პირობითად დამეწყოს. ჩემი გადმოსახედით მოქმედება ყველაზე კარგი, ესე ვთქვათ, გამოსავალია პრობლემებთან ურთიერთობის, რადგან მცირედიც რომ იყოს პრობლემი გამოდიხარ უკვე რაღაც მცირედი ნაბიჯიც შენთვის უკვე რაღაცა ბევრს ნიშნავს და უკვე ხედავ გზას რომ უკვე დაშორდი ამ პრობლემას, უკვე გამოსავალიც ჩანს, უფრო ახლოს ხარ იმ სასურველ შედეგთან და საკმარისია პატარა ნაბიჯები გადავდგათ ამის გააზრების. მე ვურჩევ ხოლმე ადამიანებს რომ ნებისმიერ სირთულეს რასაც მიიღებს ცხოვრებისგან უპოვოს დადებითი ერთი მხარე მაინც. სასურველია მეტი. შეგიძლიათ სავარჯიშოც გავაკეთოთ ესე ვთქვათ ყოველდღიურად ან არსებულ სირთულეებზე გამოწვევებზე, ვთქვათ რა თუნდაც წარსულიდან რა პრობლემა მქონდა და რა მასწავლე. რა სირთულე გადავლახე და ამან რა ზემოქმედება მოახდინა ჩემთან დადებითი. ანუ მოვლენა რომელიც მოხდა და ვერ ვცვლით და გასაგებია, მაგრამ რა დადებითი მომიტანა. ამაზე თუ დავიწყებთ ფიქრს და დღის მანძილზე ადამიანი კონცენტრირდება დადებითზე, თითქოს მე რო ყველაფერი დადებითს იზიდავს და ზუსტად ეგ არის წყარო ყველაფერი პოზიტივის მithumetes აზროვნებაში. ჩვენ ძალიან ბევრ ნაბიჯებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ალბათ კარგი იქნება ერთ მთლიან სურათად თუ წარმოადგენთ, რა ეტაპები და ნაბიჯები უნდა გაიაროს ადამიანმა, რაღაცა ნაბიჯი მიყვეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეცვალოს და თავისი ზრდის გზად აქციოს. შეჯამებასავით რო გავაკეთოთ აი ამ ნაწილში, რომ რაღაცა გაიდლაინებით რო არსებობდეს, რა ის მერე რა არის უმჯობესი რომ გააკეთოს. კი, მე ვფიქრობ, რომ პირველი ესე ვთქვათ აუცილებელი რაც არის, ეს არის მიღება. თუ არ მივიღეს, ის ჩემთან არის რეალურად ჩემია, მე მეკუთვნის, მაგრამ არ რთული რომ ეს ჩემია და არც ვაღიარებ. შეიძლება მცვენია, შეიძლება არ მსურს ამ პრობლემის ესე ვთქვათ თანამონაწილე ვიყო, ან ჩემად აღვიქვავდე, მაგრამ ყველანაირი პრობლემის მოგვარება იწყება იქედან, როდესაც ადამიანი აღიარებს, რომ ამ პრობლემასთან აქვს საქმე და ეს პრობლემა მას ესე ვთქვათ ეკუთვნის. მე ვფიქრობ, რომ უნდა ვაღიაროთ და არ არის არც ცირცხვილი, არც ესე ვთქვათ რაღაცა დიდი კატასტროფა არ არის ამით, პირიქით. ვაღიაროთ და დააკვირდით თქვენ თავს, მერე რომ იწყებ უკვე სხვანაირად ფიქრს. როგორც ჩემი არ არის არიკარებ და დამანები თავი არა. ვიწყებ უკვე აღიარების მერე შეფასებას. რა არის ეს? ვაღიარეთ რომ ეს მოვლენა ჩვენთვის რაღაცა არასასიამოვნოა, ნეგატიური, არ მინდა რომ ამ პრობლემის წინაშე ვიყო, არ მინდა რომ ესეთი ვიყო, არ მინდა რომ ეს პრობლემა დღეს ჩემს ცხოვრებაში არსებობდეს. ამის შემდეგ ვაღიარეთ რომ არსებობს და კი არ გაურბივართ, არამედ პირიქით მეგობრდებით, უსმენთ, გვეკითხებით. აღვიქვათ როგორც კარგი ესე ვთქვათ მოსაუბრე ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი რამის თქმა უნდა. ოღონდ ჩვენზე კრიტიკული და რაღაც ნეგატიური, რომ შენ შეცდომა დაუშვი, შენ ამას ვერ ახერხებ, ეს არ გესმის. თუ დაფიქრდებით, უფრო საინტერესო არ არის ეგეთი ინფორმაციების მიღება? ინფორმაცია, რომელიც რეალურად თქვენს სისუსტეებზე ხას უსვამს და თან ეს თქვენ შიგნით ხდება.
როგორც კი მიიღებთ, საჯაროც არ არის ფიქრი, ესე ვთქვათ, ხმამაღლა არის მის და პრობლემას მიიღებთ თუ არა, ეს პრობლემა გიხსნის. ნახე, მე იმიტომ გავჩდი, რომ შენ ეს უნდა გეფიქრა და გამოგჩა. პასუხისმგებლობა რო აიღე, პირნათლივ ვერ შეასრულე, აი მაგიტო არსებობ. მიზნები რო გქონდა რომ მიგეღწია გარკვეული სახის ესე ვთქვათ წერტილს შუაგზაზე მიატოვე, აი რატო გავჩდი. მე ნუ ამ ყველაფერს უხსნის. არ ეზარება პრობლემას საუბარი დამიჯერეთ და ჩვენ თავარია უსმინოთ და როგორც კი ამ მიღების ეტაპს დავასრულებთ, უკვე ჩვენ გვაქვს გარკვეული სახის ინფორმაცია თუ რატო არსებობს ეს პრობლემა ჩვენთან. თუ ეს ინფორმაცია გაქვს რატო არსებობს, იმასაც ლოგიკურად მივხვდებით, როგორ აღარ უნდა იარსებოს და რა არის ამის ესე ვთქვათ საჭიროება, რა პასუხი თუ რა მოქმედება. თუ დაწყებული საქმის ბოლომდე არ მიყვანა განაპირობა ამ პრობლემის შექმნა, მაშინ უკვე ვიცით რომ ის საქმე უნდა მივყვანოთ ბოლომდე. ვუბრუნდებით იმ ასე ვთქვათ მიტოვებულ საქმეს, მიყვავს ბოლომდე და ავტომატურად ქრება წამოჭრილი ასე ვთქვათ პრობლემა. აი მოქმედებაც ლოგიკურია რომ მიღების, შეფასების შემდგომ უკვე ჩვენ დავინახეთ გზა მოქმედებისიც. და ლოგიკურად ამ შეფასებამ გვიბიძგა მოქმედებისკენ და მოქმედებამ კიდე აღმოფხვრა არსებული პრობლემა. აი ეს სამი აუცილებელი ეტაპი, რომელიც ბუნებრივად იწყება მიღებიდან. თუ არ ყოფთ და ეს ჩემი არ არის, უფრო პრობლემად რჩება. ის მართლა პრობლემა იქნება და აღარც გამოწვევა იქნება, აღარც არაფერი კარგის მომტანი არ იქნება და თვითშეფასებასაც აუცილებლად ესე ვთქვათ სათავისოდ წაიყვანს რომ შენ პრობლემური ადამიანი ხარ და ესეთ ფიქრები წამოვა რომ მე პრობლემებში ვარ თან ისეთი აღიარებაც აღარ შემიძლია აღარც მეგობართან აღარც ახლობელთან მწვენია და ბევრი ესეთი აზრი გაჩნდება რომ უნდა დამალო და გაექცე რეალურად მე კიდევ ვფიქრობ რომ შეიძლება ძალიან ახლო მეგობარმა იმდენი ვერ მირჩიოს და მითხრას როგორც დღეს არსებულმა ასე ვთქვათ გამოწვევამ და სირთულე. მე დიდ პატივს ვცემ ჩემ პრობლემებს, რომლებმაც დღემდე აქამდე მომიყვანა, მადლიერი ვარ ამ ასე ვთქვათ ინფორმაციებით. ჩემ თავშიც ვფიქრობდი ბევრჯერ რომ რაღაც წვენოდა ესე ვთქვათ რა, უშო რომ ჟარგონი არ ვიხმაროთ ამ პრობლემასთან რომ მიწევდა ურთიერთობა, მაგრამ ყველაზე მეტი თუ რამე ვისწავლე, ან გავიაზრე, სწორედ მაგ არსებულ, ასე ვთქვათ, გამოწვევებს უმადლი და მიხარია, რომ სწორად შევძელი ამის გამოყენება. ბევრი პრობლემა სამწუხაროდ ეგრე ვერ გამოვიყენე და ეხლა ვცდილობ, რომ პრობლემა რო გაჩნდება, თითქოს რაღაც აი გელოდი, რაღაც მოლოდი. პრობლემა ვაქციო და გამაწვევად. კი, ვიღებ პირდაპირ და მობძანდი და თითქოს ჩაი მაქვს უკვე მომზადებული და მოდი აბა ვისაუბროთ ჩაისთან ერთად. მე და პრობლემას ვზივართ, მსხვერპლად და მივირთმევთ ძალიან გემრიელ ჩაის და მიზიარებს როგორ უნდა გავხდე უკეთესი. და თლად ეგეც საშიშიც არ არის დამიჭერეთ რა. ალექსანდრე, როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობთ, მიზანი ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. რა როლს თამაშობს ადამიანისთვის მიზნის დასახვა და როგორ გვეხმარება ის, რომ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე ჩვენს უკეთეს ვერსიას მივახცინოთ. ძალიან კარგი შეკითხვა ესეც და მიზანი ვფიქრობ რომ ძირითადი და მთავარი ესე ვთქვათ სტიმულის წყარო. ან ჩანჩქერი, ან ესე ვთქვათ რაღაცა საბადო მთავარი მასტიმულირებელი ხშირ შემთხვევაში გამოწვევებთან კომუნიკაციაში არის მიზნის არსებობა. მე ჩემი პრაქტიკული, ასე ვთქვათ, გამოცდილებებით ანალიზს რომ ვაკეთებ არსებული მდგომარეობიდან და გამოწვევიდან, ჩემი ასე ვთქვათ, გადალახვის ეტაპი, უკვე გამოსული 100%-ით უკვე გადალახული როცა მაქვს ეს სირთულე და მე ვიაზრებ თუ რა დამეხმარა გარდა იმ გარეგანი დახმარებების, რომელიც შეიძლება საზოგადოებისგან, მეგობრებთან, ახლობლებისგან, ის კონკრეტული საჭიროებები, რაც ამ კონკრეტულ მომენტში გრძნობდით რომ გჭირდებოდა,
შინაგანად შესაძლებლობად გამოწვევის სწორად მიღებაშიც კი მე ვფიქრობ, რომ ჩემი მიზანი დამეხმარა. მიზნები იყო თავარი სტიმული, რატომ უნდა გამეძლო, რატომ უნდა გადამელახა, რატომ უნდა შემძლებოდა მე ამ გამოწვევის, ასე ვთქვათ, მოგვარება, გადალახვა და მიღება. ჩემი დასახული მიზნები იმდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და თამაშობს, რომ ზუსტად ამ ყველაფრის გამო მე ვფიქრობ, რომ რა გამოწვევის წინაშეც არ უნდა დავდგე, ისე მტკიცეთ და დიდი პატივისცემით უყურებ ჩემს მიზანს, რომ არ ვუღალატებ მას. მე არ შემიძლია პატარა სირთულის გამო, რომელიც ჩემი მიზნისკენ სვლაში თუნდაც ან ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა დროს შეიძლება რაღაც სირთული გამოგვიჩნდეს, ამის გამო, ესე ვთქვათ, ვუღალატო ამ ჩემ დიდ მიზანს და მე მომავალში ვხედავ ჩემ თავს, როდესაც ამ მიზნს ვასრულებ და როგორი ვარ მაშინ. როგორი დღე მაქვს, როგორ ვიღვიძებ, როგორი, ასე ვთქვათ, შეხედულებები მაქვს, რა მიყვარს მაშინ, როგორ ვიქცევი, საზოგადოებასთან როგორი ურთიერთობა მაქვს, ახლობლებს როგორ ვექცევი, მეგობრებს, სულ ყველას და დამიჯერეთ, რომ არ მაქვს უფლება ამ მიზანს ვუღალატო. იმიტომ რომ ბევრად უკეთესი შესაძლებლობებია წინ და ამ მომავალს მე რეალობად ვაქცევ. რადგან თავარი ჩემი მამოძრავებელი იდეა და სტიმული სწორედ ამ მიზნის გამოა. დღეს მე ვერაფერი ვერ გამაჩერებს ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ მე მაქვს ისე დიდი მიზანი, რომ როგორ შეიძლება ამ პატარა გამოწვევას სამხელო მნიშვნელობა მივანიჭო და გამაჩეროს ამ დიდი, ასე ვთქვათ, იდეების მიმავალს ჩემთვის წარმოუდგენელი. ამიტომ უმიზნოდ, არ ვიცი, ადამიანი არსებობს, რომელსაც რაღაც გარკვეული სახის მიზანია და ცოტა რთულად მისაღებია ჩემთვის და შეიძლება თუ მცირე იყოს დღის მიზანი, პატარა ნაბიჯები, პატარა ესე ვთქვათ, მიღებული გადაწყვეტილებები, პატარ-პატარა მიზნები და პატარ-პატარა წარმატებები. პატარა არა, მაინდა მასშტაბური რო რაღაც სოფლიოს შეცვლა მოვინდომოთ ერთ წუთში და რაღაც ეგეთი რაღაც ფანატიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ლოგიკური, გონიურული მიზნები ეხმარება ადამიანს შეიგრძნოს ეს ცხოვრების აი რაღაც ენერგია, რაღაც სხვა სიხალის ეკონდეს, დილას სხვანაირად გაიღვიძოს, დღეს სხვანაირად დაიწყოს, მადლიერი იყოს, შესაძლებლობებს პოულობდეს და ეს ყველაფერი ამ ყველაფრის მიზანი შვება და ძალიან დიდი სამოტივაციო, ესე ვთქვათ, ეს რაღაცა მიზეზი რა მაგისაც, რომ მე მოტივაციას მაძლევს ნამდვილად, რომ მაქვს დიდი, ძალიან კარგი მიზნები. ზოგი ამბიციურიც, ზოგი რეალურიც, მცირეც, მასშტაბურიც, მაგრამ მთავარია რომ მაქვს და ეს რაღაც ცოცხლად და მნიშვნელოვნად ვთვლი ამის გამო თავს. აი სანამ ადამიანი მივა ამ გადაწყვეტილებამდე რომ დაისახოს მიზანი, ალბათ დაჭირდება რომ შეცვალოს საკუთარი თავი დაარწმუნოს რაღაც ფაქტორებთან მიმართებაში. ხშირად გვაქვს გარკვეული ბავშვური ტრავმები, რაც ჩვენს რწმუნებულებებზე ახდენს გავლენას. ან რაღაც ესეთი წარსული გამოცდილება, რაც გვაბრკოლებს, რომ რაღაცები გადავლახოთ. ხშირ შემთხვევაში სისუსტიდან გამომდინარე ადამიანებს ეს რაღაცები გვბოჭავს და გვტოვებს ისევ იმ ადგილას, სადაც ვართ. აი ამ შემთხვევაში რას ურჩევდით ადამიანებს, როგორ უნდა შეძლონ, რომ თუნდაც ის რაღაც თავისი ძველი რწმუნებულებები შეცვალოს, რაღაც ტრავმები გადალახოს და წინ წაიწიოს იმისთვის, რომ თუნდაც ის რაღაც ამბიციური მიზანი დაისახოს და თავის ყოველდღიურობაში მოტივაციის მთავარ წყაროდ აქციოს. საინტერესო ის არის, რომ ისევ ამ გამოწვევას ან მოვლენას, რაც ჩვენ ცხოვრებაში მოხდა, როგორ აღვიქვამთ. უსვამთ კითხვებს, რა მომიტანა, რა მასწავლა, რა მივიღე, როგორც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. რამე სასარგებლო ხომ არ აქვს ამას. საკმარისია ეს არ მივიღოთ და არ ვესაუბროთ, როგორც ჩაიზე ჩამოვისვინე, ესე ვთქვათ და ვისხედით და ძალიან მყუდრო გარემოში გვიყვარს ხოლმე მე და ჩემ პრობლემებს საუბარი. შესაბამისად, თუ ამას არ ვიზამ, მე აუცილებლად დავინახავ მიზეზებს, რატომ უნდა შევიზღუდო. დაუშვათ, გავაკეთეთ, ხშირია ესეც და მაგიტომ მოვიყვან მაგალითად დავიწყე რაღაც ბიზნეს საქმიანობა, გავხსენი, ვიქირავე ფართი, შევიტანე პროდუქცია, თითქოს ბიზნეს გეგმა იდეალურია, საჭირო მოთხოვნა, კვლევა, ყველაფერი გაკეთებულია და
ვერ მიმუშავე. იმიტომ რომ მე სულ არ ვიცოდი გვერდზე გაიხსნა რაღაც ჩემზე ძლიერი ისეთი კომპანია, რომელმაც ეს საჭიროებები დააკმაყოფილა და უბრალოდ მოთხოვნა ჩემი პროდუქციის ან იგივე პროდუქტის შემცირდა. და ჩემი მოლოდინები, ესე ვთქვათ, ჩამოიმსხვრა და დაკნინდა და რაღაცნაირად იმედგაცრუებისკენ წავიდი, რომ ეს ჩანდაბა მე რამდენი ვიწვალე და როგორ ესე შრომას აზრი არ აქვს და მე გამები ვათენ და შემე მოვიდა ვიღაც ადამიანი მათთვის მარტივად გახსნის. კი, ჩვენი გადმოსახედით სხვისი წარმატება იოლი ჩანს, რა თქმა უნდა და სადაც არ ვართ თან იქ გვინდა ყოფნა ხოლმე და როცა იქ მივალთ, იქ აღარ გვინდა უკვე სხვაგან გვინდა და ასე შემდეგ. ძალიან გვინდოდა დავუშვათ ამ რაღაც კონკრეტული ბიზნესის გახსნა, ეხლა გავხსენით და უკვე აღარ გვინდა. ან გვეგონა რომ ვიღაცას გავიხედეთ და ეს მაგრად ამუშავებს ამ საქმეს და მეც მინდა. ახლა დავიწყე და რართული უკვე აღარ მოგწონს, აღარ გინდა. ახლა კიდე სხვა უყურებო ის გვინდა რაღაც მარტივად ჩანს ხოლმე შორიდან მით უმეტეს სხვისი წარმატება. მაგრამ საინტერესო ის არის რომ თუ ჩვენ ნებისმიერ გამოწვევას, ნებისმიერ ესეთ სახის სირთულეს მივიღებთ, ჩაის თუ არ მოვუდუღებთ და ყავას ისე მაინც მოვუსმინოთ და არ არის ეს აუცილებელი როგორც მე ვშვები, მაგრამ ყველას ვირჩევდი რომ მაინც მიიღონ ესა თუ ის ესე ვთქვათ მოვლენა გამოწვევა ყველაფერს შეაფასონ და დასვან კითხვა. რას მასწავლის ეს მე? რა მომიტანა მან კარგი ამ ეტაპზე მე? რისთვის იყო საჭირო ეს და რაღაცა ისე რწმენა არ უნდა დავკარგოთ იმ ყველაფრის, რომ ეს ყველაფერი რაღაცისთვის, ჩვენთვის, ჩვენი უკეთესობისთვის ხომ არ არის შემთხვევით და დიახ. როგორც კი ამ კითხვას დავსვათ, დიახ, ეს ჩვენი უკეთესობისთვის, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის იყო სწორედ. და რას პოულობთ ამ მომენტში? პოულობთ რომ ძალიან ძლიერ ვერანაირი მატერიალური ღირებულებით ვერ მიიღებთ ამას, ისეთ გამოცდილებას და ინფორმაციას მიიღებთ, რასაც ახლა ჩაგდებული ბიზნესის გამოცდილებას ჩემ საქმედას, ჩემ უნარებით, ჩემი ისტორიით როგორ შეიძლება სხვა მითხრას, ხო? ეს ჩემი გამოცდილებაა, ჩემი ყველაფრის ერთობლიობაა, რომელსაც თუ არ იზამ ვერ გაიგებ, თუ არ ცდი ვერ მიხვდები და რამხელა შესაძლებლობა, რამხელა სიღრმე აზროვნების დაფიქრების საკუთარ თავს რამდენჯერ აჯობე ამ საქმის ამ დონემდე მოყვანა რაც დაჭირდა მაგ პერიოდში რამდენჯერ დანებდი და ფიქრობდი რომ აზრი არ ქონდა, მაგრამ ისე ფეხზე წამოდიქი და გააგრძელე აი ეხლაც და დღეს ესე ვთქვათ შენ ამას ღირებულებად ვერ აქცევ და თვლი რომ დიდი შეცდომა იყო და გეშინია ამ ბიზნესის გახსნა. გეშინია კი არა. ფიქრობ რომ სწორედ ეგაა რაც უნდა გააკეთო ხელმეორედ უფრო მაგრად. ამოიღე ის ინფორმაცია რამაც განაპირობა შენი თუნდაც ესე ვთქვათ დაბლა დაშვება. ამოიღე შენზე ძლიერი კონკურენტებისგან რა ქნეს შენგან განსხვავებით რომ იგივე პროდუქტი უფრო კარგად გაყიდეს. ისიც მიიღე. ანუ არა პროტესტი ვერიტან წევრი რაღაც ბედურებებს ფიქრობ რატო არიან კარგები რატო პირიქით ძალიანაც კარგი რომ კარგები არიან ძალიანაც კარგი რომ არსებობს ამ კონკრეტულ ნებისმიერ ბიზნესზე დაუშვათ საქმეს ვეხები არსებობს ჩემზე კომპეტენტური ადამიანი ჩემზე ძლიერი ადამიანი ყველაფერს სწავლობთ ჩვენზე ძლიერებისგან ყველაფერს სწავლობთ ბევრად უკეთესად მე ვფიქრობ იმიტომ რომ ვაკვირდები მის უკვე გავლილი ნაბიჯებს შედეგად როგორ აქცია და ამ შედეგს უყურებ. მე მაგ ესე ვთქვათ იმის ხედვა რომ საკმარისია ის გამოცდილება საგანძურად ვაქციოთ და უფრო ძლიერად დავიწყოთ ახალად. თავი არ გავჩერდით რა მე რა თუ ამ ბიზნესში არ გამიმართლა მე ძალიან ბევრ ბიზნესში ესე ვთქვათ გული, სული, ენერგია, დრო, ფიქრი ყველაფერი ჩავდე, მაგრამ ამ ბიზნესმა ესე ვთქვათ ფულის გარდა ყველაფერი მომიტანა. აზროვნება შემიცვალა, თავდაჯერებული გამხადა, ესე ვთქვათ, რესურსების სწორი გამოყენება მასწავლა, დანაზოგების კეთება შევძელი ბევრ რამეში, როცა რაღაცა მეტალის ნაჭერს, როცა სხვანაირად არ გამოვიყენებდი და გადავაგდებდი, უკვე მე კრიზისი მქონდა ფინანსური, ამ ნაჭერს ესე ხوار
გამოვიყენებ რაღაცა სხვანაირი ესე ვთქვათ მიდგომები და ხედვები მქონდა უკვე და რეალურად რაციონალურად აზროვნება მასწავლა თითქოს პრაქტიკულად და ძალიან დიდი მადლიერი ვარ ამისთვის. რა თქმა უნდა. და დღეს რასაც ვაკეთებ, ვფიქრობ ამ ჩემი არსებული გამოწვევების, სირთულეების და ამ ყველაფრის გადალახვის ხარჯზე. მე ბედნიერების შეგრძნებაც მაქვს ამის გამო და აი ეგაა ჩვენი თავარი მომენტი, რომ ეს კარგია ძალიან რა. არ არის ცუდი. ალექსანდრე, შენ ხარ პიროვნული და კარიერული განვითარების მრჩეველი. უშუალოდ შენი ფუნქცია, შენი როლი რა არის ადამიანების ცხოვრებაში? იმისთვის, რომ მათი ეს გამოწვევები აქციო შესაძლებლობად. და რაიმე კონკრეტულ მაგალითს ხო არ გაიხსენებდი, რაც შენს პრაქტიკაში გქონია და აი ნამდვილად ამაყობ, რომ აი ამ ადამიანის ცხოვრება ის რა გამოწვევა თუ პრობლემა ქონდა, უქცია საერთოდ რადიკალურად სხვა სამყაროთ და მისი შესაძლებლობა უფრო მეტად გაზარდა, რომ არაერთი მაგალითი შეიძლება ამაზე გავიხსენო და მოყვე მე პირველი გეტყვით რომ ესე ვთქვათ ჩემი თავი რეალობიდან გამომდინარე შეიძლება სურს რაღაც მიზნები მეც მაქვს რომ ადამიანებისთვის ეს შემეძლოს და ვცდილობ რომ მიზნად მაქვს დასახული რომ უფრო მეტი შესაძლებლობის მომტანი ვიყო ადამიანებისთვის მაგრამ დღეს მდგომარეობით მე ვფიქრობ რომ ჩემი როლი ადამიანებთან კომუნიკაციაში და მით უმეტეს ამ დარგში არის შესაძლებლობების პოვნა და იმ მიზეზების აღმოჩენა თუ რატომ უნდა იყოს ადამიანი ბედნიერი. და პოულობთ ყოველ ჯერზე რომ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი მიზეზი, რატომ უნდა იყოს ბედნიერი, რატომ უნდა იწყებდეს დილას პოზიტიურად, მადლიერებით სავსე, შესაძლებლობით დახუნძრული ადამიანები დადიან და ედრებიან სხვას და ან უყურებენ სხვა ადამიანის ცხოვრებას, რომელიც რეალურად უარესია ვიდრე მათი და გონიათ რომ ბევრად ცუდ მდგომარეობაში არიან თავად ვიდრე სხვები. სხვებთან შედარება და საკუთარი ესე ვთქვათ გზა თუ არ გაქვს ნაპოვნი, მაშინ უყურებს სხვის გზას. მე ესე ვფიქრობ რა. როგორც კი საკუთარ გზაზე დადგები და იცი საითკენ მიდიხარ, რისთვის, რატომ აკეთებ, რა გსურს, რა გიხარია, რა მოგწონს, მე სულ ერთი ხდება დამიჯერეთ ვის, რამდენი ლარი აქვს ანგარიშზე, რა მანქანით დადის, უყურებს შესაძლებლობად, ანუ მანქანას გადაადგილების საშუალებად, ტელეფონს კომუნიკაციის გამარტივების საშუალებად და მაინდა-მაინც თუ ბოლო მოდელი ტელეფონი არ მიჭირავს, ეს თავდაჯერებული არ უნდა ვიყო, ანუ ბევრი რამე ტყუილა ჩარჩოებში იჯენს უმეტესი ადამიანი თავს და არ ვიცი, საუკეთესო დღეები უნდა გქონდეთ რეალურად, იმიტომ რომ არსებობენ ამაზე დიდი სასწაული და ღირებულება, ვფიქრობ ადამიანისთვის არც ტელეფონი, არც რაიმე სახის მატერიალური არც რაღაცა ღირებულება არ არის და ხშირად ავიწყდებათ ხოლმე. და რაღაცა აი ამ ნიშნულობით აღმოჩნდა რომ მე უფრო მეტი წილი პრაქტიკულად ამაში შევძელი დავეხმარო ბევრ ადამიანს. ვეძებთ ერთად და ვუმტკიცებ, ოღონდ ერთად ხდება ეს ყველაფერი. მე ესეც ასახო, აი ეს არის და იყავი ბედნიერი, რა თქმა უნდა, არ ვეუბნები, მაგრამ ადამიანები რომ მეუბნება, რომ იყო ერთ-ერთი მაგალითი, რომ აი ესეც სამსახურში მუშაობ, და უშუალოდ აი მინდა რომ ისეთი მაგალითი ავიღოთ ან ეს პერსონალური კუთხით მოხდეს რაღაც ისეთი დეტალებზე შევეცდები რომ შევცვალო ცოტა ისეთ ფაქტს მოვლენას ვიტყვი, მაგრამ იდეა ის იყო რომ ძალიან წარმატებული და კარგი თანამშრომელი იყო კონკრეტული ბიზნეს საქმიანობის და მიიღო შენიშვნა. და კი არ მიიღო, ვერ მიიღო უბრალოდ. გამოხატეს მას ესე ვთქვათ მის შენიშვნა, მაგრამ მან ვერ მიიღო. და ძალიან გარისხებული, გააბრაზებული მე ამ სამსახურის დანახვაც არ მინდა. აღარც წასვლის ხალისი ქონდა, აღარც ესე ვთქვათ იქ მუშაობის და მით უმეტეს მათთვის სასარგებლო საქმის კეთების. რისი ვალდებულიც
იყო ახლა მის მოვალეობა რისთვისაც მუშაობდა ეგ იყო მაგრამ აღარ უნდოდა რა როგორ მაკადრეს ეს და ჩვენ ვჯელობდით ფიქრობდით იმ ყველაფერზე რომ ხო როგორ გაკადრეს მეც მაგას ვეკითხე აი როგორ გაკადრეს და აი მე ხო ეს გავაკეთე და ამ საუბარში როგორ რატო მივხვდით რომ პრინციპში პასუხი ერთად ვიპოვეთ როგორც და რატოც შესაბამისად დავფიქრდით რომ მისი სწრაფვა მისი ესე ვთქვათ დამოკიდებულება და მოლოდინები ცოტათი განსხვავებული იყო განა მას შეცდომის ან შენიშვნის ან შეცდომის დაშვებაც ბევრი ქონია ბევრი მომხდარა და კიდე შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოგვიხდეს ან შენიშვნაც მიიღოს ან ესე ვთქვათ რაღაცა რჩევაც თუნდაც სამსახურის ზედამხედველობისგან უფროსობისგან ადმინისტრაციისგან მაგრამ ამადენას სხვა არ მიაწუხებდა ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა თავის დამსაქმებელთან რომ უბრალოდ თავის მოლოდინებში არ ჯდებოდა შენიშვნის მიცემა. ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა შექმნილი, რომ არასდროს ეს ადამიანი მე ესეთ რამეს არ მეტყვის. და გასცდა, ესე ვთქვათ, რაღაც თავის საქმიან კომუნიკაციას იმ კუთხით, რომ მე არასდროს ამ ადამიანისგან შენიშვნას არ დამსახურე და არც მეტყვის და არც მსგავსი არაფერი. ფიქრობ, რომ ეს მოლოდინები იყო ზუსტად დამოკიდებულებების შეცდომა. კი, კარგი სპეციალისტი ხარ, მაგრამ შეცდომა ყველას მოგვდის რა და არა უშავს. იმ ადამიანმა რა გითხრა, რეალობა უთქვამს, სწორი რჩევაც მიუცია, სწორად ხაზი გაუსვამს, მაგრამ ამას ერთი მარტი მომენტი იყო, რომ ვერ მიუღია, თორე ის კი არა, რომ იმას გავამტყუნებდით, რატო უთხარი ეს, ან შეურაცხყოფა მიაყენა, ან ცუდად უთხრა, ფორმაც სწორი ქონდა, გადმოცემის ყველაფერი. უბრალოდ ამის დამოკიდებულების გამო იყო, რომ ეს მე შეუძლებელია აქ ამ დამსაქმებელმა შენიშვნა მომცეს და აუხსენე რომ ეს იყო ჩვეულებრივი მომენტი. და მე ვიმსჯელეთ რა სარგებელი მოგვცა ამ შენიშვნამ და ამ მომენტმა. დისტანცია აუცილებელი იყო, რაღაცა არარეალური მოლოდინების შექმნა და რაღაცა იმედი შექმნა რომ შეუცდომელი ხარ შეცდომა იყო დაანახა სხვა თვალით შეახედა თავის დამსაქმებელთან ურთიერთობა გადააფასა თითქოს რომ კი სწორი იყო და მიიღო და ისწავლა ესე ვთქვათ შეცდომების და განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისგან აღნიშვნის მიღება რომლისგანაც აქამდე არ ელოდა ოჯახის წევრებისგანაც არ იღებდა თურმე ესეთ რაღაცებს და ბევრი ესეთი რამე რომელიც ერთიანად დიდი სარგებელი მისცა ამ ერთმა თავისთვის ძალიან დამანგრეველმა პრობლემა. მაგის გარდა კიდე ბევრი შემთხვევა იყო რომელიც ფიქრობ რომ კარიერულ ნაწილში გამოცადა კრახით განიცადა რაღაცა გადაწყვეტილება და ნებდებოდა. მე კიდე იმდენი შესაძლებლობა ვიპოვეთ ერთად მისი უნარები თუნდაც სულ არაფრის გარეშე დარჩენილიყო, მაინც შეძლებდა ძალიან დიდი წარმატების საფუძველის ჩაყრას. ამიტომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დიდი და აი რაღაცა უნიკალური არ ჰქონდეს შიგნით და თავარია გამოათავისუფლო, თავარია ურთიერთობა და შეუძლებელია, რომ ესეთი უნიკალური არსება როგორც ჩვენ ვართ, რაღაც სასწაული შესაძლებლობების გონები არ ვიყოთ. არ მჯერა ამის. ამიტომ ყველა პრობლემაში გამოწვევაში თუ სირთულეში პოულობ ძალიან ღირებულს და დიდ მასწავლებელს თითქოს რა. ვცდილობ ადამიანებს შესაძლებლობები დავანახო სხვა თვალით და გამომდის. ალექსანდრე, ბოლოს რო ყაშევა ჯამოთ ჩვენი პოდკასტის თემა, თავარი მესიჯი, რაც უნდა ვუთხრათ ჩვენს მსმენელებს და მოყურებლებს. რა იქნებოდა ეს? თავარი მესიჯი დღევანდელი ძალიან ღირებული და კარგი გადაცემის თქვენთან ყოფნის ესე ვთქვათ, ფიქრობ არის ის რომ ცხოვრება თვითონ გვაძლევს იმ შესაძლებლობებს და იმ მესიჯებს, რითიც ჩვენ გავხდეთ შესაძლებელია უკეთესი. შევძლოთ უფრო მეტი რამის შექმნა, ვიპოვოთ ბევრად მეტი
ღირებულება როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში, ვუყუროთ ნებისმიერ მოვლენას, სულ მცირედსაც კი, როგორც რაღაცა ისეთი შეუდარებელი და ძალიან დიდი აზრის მატარებელი და ის რწმენა გქონდეს, რომ ჩვენ ვართ უნიკალური შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომელიც ღმერთმა სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით დააჯილდოვა სხვადასხვა ტალანტით, ესე ვთქვათ და ამის პოვნა გამოყენება ვფიქრობ აუცილებელი. აი სწორედ ამ იდეით და ამ რწმენით ვურჩევდი ყველა ადამიანს, რომ დილა დაიწყოს, უხაროდეს, რომ არსებობს, ცოცხალია, დააფასოს ის ადამიანები, ვისაც მისი, ესე ვთქვათ, დანახვა ძალიან უხარია და რატომღაც დრო არ დაკარგოს ისეთი ჩვევების ან როგორ ვთქვათ, ესე თუ მავნებელი ბევრი 1000 რამ არსებობს, რასაც ჩვენი ძვირფასი დროის გახარჯვა შეუძლია. მე ვიტყოდი, რომ შეეცადონ ჩვენთვის ყველაზე ღირებული ამოწურვადი და უნიკალური რესურსი, რომელიც არის დრო, გამოიყენონ მადლიერებისთვის, დაფასებისთვის, საკუთარ თავთან კომუნიკაციისთვის, გარშემოყოფებს ღირებულებით და რაღაც სხვა სიყვარულით რო შეხედონ, თვითონაც უფრო მეტ ღირებულებას და სიყვარულს დაემსახურებენ. შეჯიბრით, შურით, ან იმას რატო აქ ესეთი კარგი რამ, ან ასე შემდეგ. ვფიქრობ, არაფრის მონტანი არ არის და საკუთარ თავსაც აზიანებს და სხვასაც. ამიტომ ვურჩევდი და შევაჯამებდი იმით, რომ თავარი ის არ არის დღეს რა დაუშვათ გაგვაჩნია. თავარი ის არ არის საიდან მოვდივართ და რა გაგვაჩნდა. თავარი ის არის, რომ რაც გაგვაჩნია მისი მნიშვნელობა და ღირებულება თუ გვაქვს. შეიძლება ძალიან ბევრი მატერიალური ნივთი გქონდეს, მაგრამ არაფერს არ მოჰქონდეს ის ბედნიერების შეგრძნება, რაღაც სიხარული და შესაძლებელია სულ ერთი პატარა რაღაცა ნივთი გქონდეს, ან აუცილებელი საარსებოდ მინიმუმი, ესე ვთქვათ, მაგრამ აუცილებელი და ის გაბედნიერდეს და გიხაროდეს. ამიტომ რომ მე მაინც ყოველთვის ვუხჩევდი, რომ ცოტა გამოფხიზდეთ ცავით, რაღაცნაირად გავიწყდება ხოლმე, რაც აუცილებელია რა. ალბათ წვრილმანებშიც უნდა ვეძებოთ ის ნაპერწკალი, რაც პოზიტიურ განწყობაზე მოგვიყვანს. რა თქმა უნდა. დღეს განსაკუთრებით ეს ძაცებული მსოფლიოში არის ეს ნეგატივი ძალიან გავრცელებული და ხშირად ადამიანებს გვიჭერს ხოლმე, რომ ის ყოველდღიურ ფერხულში რაშიც ვართ ჩართულები საკუთარ თავს მივიცეთ ბედნიერების უფლება. რთულია ხანდახან იყო ისეთი ძლიერი, რომ ყველაფერში პოზიტივი ეცება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. დარწმუნებული ვარ. კი, და ზუსტად ეგ არის ყველაფერი, რომ შეიძლება მოვლენა არ არის მნიშვნელობით პოზიტიური, მაგრამ ჩვენ სასარგებლო რო ვიპოვოთ ამ მოვლენის ირგვლივ, უკვე მოვლენა ჩვენთან მიმართებაში ხდება დადებითი, თორე რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, ბევრი ნეგატიური ფაქტი ხდება ჩვენ ქვეყანაში, მსოფლიოშიც და ნელა გაუმჯობესებისკენ და უკეთესობისკენ წავა ესე საინტერესო შემეცნებით და თავარია იმ რწმენით რომ ვიცხოვრებთ, რასაც ქვია იმ დიდი იდეის და მნიშვნელობის გააზრება, არსის გააზრება, რაც ღმერთმა ადამიანში ჩადო. ეს არის ჩვენი სწორი ცხოვრება და ეს სწორი ცხოვრება და არასწორი ისეთი მცნებებია, რომ გასაგებია ვისთვის რა არის სწორი ცხოვრება, მაგრამ ყველა და მეთანხმება აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სწორია ის ცხოვრება, რაც მოგვიტანს სიხარულს, მოუტანს სხვა ადამიანებს ზუსტად იგივეს, დაგვიბრუნებს ბედნიერების და რაღაც გიხარია სიცოცხლე, რომ რაღაც მნიშვნელოვნად თვლი თავს, ღირებულად მიგაჩნია ყველაფერი და გარეთ რო გადიხარ და ხესაც რო შეხედო ამ ფოთლებს ან რაღაც პატარა ნიავიც რო შეგეხება, აი ამასაც რო გრძნობ და აი ამას რაც დაგვიბრუნებს,
ჩემი აზრით ეგ არის სწორი ცხოვრება და სწორი რაღაც ხედვა. ასე ვფიქრობ მე და ვურჩევდი ყველა ადამიანს რომ გადააფასონ თავის ყოველდღიურობა და მის ჩვევები, რომელიც ნორმად მივიჩნიეთ, რომ თითქოს ეს ნორმაა, ესე მოგიქცე, ესე მოგიქცე. არ არის ეს ნორმა, ხშირ შემთხვევაში უმეტესი ჩვევა. არანაირად არ არის ნორმა ახლობელ ადამიანს რა ვიცი, როცა რაღაცა სერიოზული მოხდება, მაშინ ნახულობდეთ. არ არის ნორმა მეგობარს დას ან ძმას ან ოჯახის წევრს ძალიან რთულ პერიოდში გვერდში რაღაცა თუ მოხდა და მე უთხრათ რომ გიყვართ და გვერდში დღესვე უთხარით რა და უფრო მაგარი გამოდის, უფრო ღირებული გამოდის, უფრო ივსებით და ისინიც გეტყვიან და მიხვდებით რამდენად ძვირფასია რომ ყავთ. და მე ვფიქრობ გული აღარ დაგვწყდება მე ისეთი ამბებიც რომ მოგვიხდეს რაც ხშირად სამწუხაროდ გვიხდება ხოლმე და მე ვნანოთ ნეტა მექნა, ნეტა მეთქვა, ნეტა შემძლებოდა ახლა 2 წუთით წარსულში დამაბრუნა დღევანდელი დღეც ხვალინდელი წარსულია და ვფიქრობ რომ რასაც აი რო დავფიქრდეთ მომავლიდან რომ გადმოხედოთ ჩვენ ამ ასე თქვა დღევანდელობას რა გვავიწყდება მომავლიდან რო ვიფიქროთ დღეს რამე ხوار მავიწყდება ძალიან ბევრი რამე შევცვლით დღესვე და მე დღეს დილიდან ეგრე დავიწყე ნეტა რამეს ხوار ვინანებ ხვალ ზეგ ანუ უახლოეს მომავალში რომ გადმოხედვა ჩემს წარსულს დღევანდელ აწმოს რომელიც წარსულად იქცევა რამეს ხوار შევცვლიდი და კი შევცვალე დღესვე მომიხდა ესეთ მომენტი რომ შევეცადე რომ ჩემ ახლობელ ადამიანს ესე ვთქვათ რაც მეტი სითბო და ყურადღება გამომეხატა. რასაც ჩვეულებრივ რიტმს ვავყოლოდი ცხოვრების ვერ არც გამახსენდებოდა. ამიტომ ესეთ რჩევას მივცემდი რომ მომავლიდან დააკვირდნენ თავიანთ თავს დღეს. და ურჩიონ რა შეცვლი და რა გაგიხდება ხვალ სანანებელი და ბევრად საინტერესოს გახდის თავის ცხოვრებას. ძალიან დიდი მადლობა შენი ამ პრაქტიკული გამოცდილების, შენი მოსაზრებების გაზიარებისთვის. დიდი მადლობა. იმიტომ რომ აი დღეს მართლა მნიშვნელოვანია რომ ვიღაცამ ცოტა პოზიტიურად დაგაფიქროს შენს ყოველდღიურობაზე და განსაკუთრებით ბოლო სიტყვები რომ აი შენ მომავლიდან დააკვირდი შენს დღევანდელ აწყვას, რომელიც წარსულად იქცევა. ეს არის ალბათ ერთ-ერთი კარგი ფრაზა ამ გადაცემის, აი რაც ვფიქრობ რომ ყველასთან ესე გულთან რომ მივა და დააფიქრებს ნამდვილად. მინდა წარმატებები გისურვო კარიერაშიც, პირად ცხოვრებაშიც, იმიტომ რომ მართლა საკმაოდ კარგ ფუნქციას და როლს ითავსებ ადამიანებისთვის, ვისაც გამოწვევები აქვს და ეხმარები რომ ეს თავიანთი გამოწვევები შესაძლებლობად აქცია. წარმატებები, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან ღირებული და კარგ საქმეს აკეთებთ, წარმატებები და ვიმედოვნებ ბევრი ისეთი კარგი ადამიანი იქნება ჩემთან ერთად ამ თქვენს გადაცემაში, ვინც დაეხმარება სხვა ადამიანებს გაუზიარონ და გადაცენ თავიანთი მოსაზრებები. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და დაპატიჟებისთვის, რა თქმა უნდა. მადლობა. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადანეთ ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო დისტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე.